ბოლო წლების უცვლელი პირველი ნომერი გიორგი ხარაბაძე დაამარცხა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში გიორგი ნატროშვილმა დაამარცხა ორი რაუნდის შემდეგ მინიმალური უპირატესობა ჰქონდა ნატროშვილს და შემდეგ ეს უპირატესობა შეინარჩუნა და ლუკა ნიქაბაძემ მოუგო შავშანდელი ჩემპიონატის ფინალის ქუთაისელ ივერი გრიგოლაშვილს შესაბამისად ორივე ბრინჯაოს მედალი წავიდა ქუთაისში. ნიქაბაძე გორელი გახლავთ და გიორგი ნატროშვილი თბილისელი ის პირველი სეზონი აქვს მას კაცებში შესაბამისად 2008 წელს არის დაბადებული ევროპის ჩემპიონი იყო ჭაბუკებში. გიორგი ნატროშვილი თბილისი ლუკა ნიქაბაძე გორი ნატროშვილმა ხარაბაძემდე დაამარცხა ლევან ნავერიანი, ხოლო ნიქაბაძემ მოუგო თორნიკე სულეიმანიშვილს, შემდეგ აბშაკ ელიზბარიანს, არ გამოცხადა ელიზბარიანი ტრავმის გამო და გუშინ დაამარცხა ივერი გრიგოლაშვილი. ორელებს ორი ფინალისტი ყავს ნიქაბაძე და გიორგი გუცაევი 86 კილოში. ქოვიოს კლასიკური დგომია, ქოვიო მემაბჯვენე გახლავთ. შეუტია რამდენჯერმე კამრის მიდამოებში ნატროშვილმა, შემდეგ უწია მარცხენა ხელი წინა ხელი ნატროშვილმა. ცოტათი უპირატესობა სიმაღლეში აქვს ნიქაბაძეს და ის ასაკითაც უფროსია. უპასუხა ეხა კარგად უპასუხა ნიქაბაძემ, თუმცა ეს ბოლო ორი დარტყმა იყო ნატროშვილის, ორივე დაახლოებით ერთი სტილის მიმდევარია, როგორც ხედავთ, აქ დარტყმების გაცვლა გამოცვლა იქნება. მოარტყა მარცხენა ხუკი ნატროშვილმა. შემდეგ ისევ ბაგივებთან ყავს მეტოქე. ორივეს ესეთი თავიანთ საყვარელი სერიები აქვთ, კომბინაციურად ჩხუბობენ, იბრძვიან. ერთეული დარტყმა იშვიათ მოარტყა ეხა მარჯვენა აპერკოტი ნატროშვილმა წინასწარი დამუშავების შემდეგ.
მუცელში მოარტყა მარცხენა ნიკაბაძემ. შემდეგ სამდარწმიანი სერია ხელთათმანებში მეოთხე. შემდეგ დასრულდა ეს მონაკვეთი. თოზე დაიხია უკრან ნატროშვილმა და შემდეგ შეუტია ძალიან სწრაფად. თუმცა წამით გაიხსნა ნიკაბაძე, მაგრამ ვერ მოარტყა ნატროშვილმა, პირიქით უბრალოდ. გონგი ესეთი კარგი ორი ახლოდან მოკრივე სპორტსმენების ისეთი ხარისხიანი გრივი ვნახეთ. შედეგებს ველოდებით, ალბათ გაიყოფა ხმები. კარგი იყო ნიკაბაძეს მისცა ხუთივე მსაჯმა უპირატესობა, თუმცა შედეგიანი დარტყმები ჰქონდა, ბევრი ერთსაც და მეორესაც. მაგერ თუნდაც ეს ეპიზოდები გამეორების. ისეთი კარგი ხარისხიანი გრივი გვაქვს, ორი ისეთი დამტყმელის, კარგი დამტყმელის და კარგი შემტევის გრივი. ყოველთვის საინტერესო სანახავია. მეორე რაუნდი აქ მოსამატებელია სერიოზულად. ნატროშვილს მინიმუმ 3 მსაჯი ჭირდება მას. მეორე რაუნდში, რათა მესამეშთვის შანსები შეინარჩუნოს. მოარტყა ორჯერ და შემდეგ დაუმატა მესამე ნატროშვილმა წამით გაიხსნა ნიკაბაძე და გაატარა დარტყმები. ერთმა დაამარცხა საქართველოს ჩემპიონი ნახევარფინალში და მეორე ფინალისტი. მაინც ის წყვილი ფინალში ნაკლებად მოსალოდნელი იყო. პირველ რაუნდში მეტი იყო შედეგიანი დარტყმა, დაღლა ეთყობა ორივეს. მუცელში კამართან მიაღწია, გააღწია ნიკაბაძის მარცხენამ, კარგად იყენებს ეს სხეულში დარტყმებს გორელი. კარგად გამოუძვრა ნატროშვილი, მაგრამ უპირატესობა ჭირდება მას მეორე რაუნდში. რაც შეიძლება მეტი მსაჯისგან. კიდევ ერთი კამართან შემდეგ არაფერი ახლო ბრძოლაში შევიდა ნიკაბაძე და გაუკავა ხელები. შეუძლია ხა მას ესე ეშმაკურად დრო გაიყვანა სამ ახლო ბრძოლაში კლინჩი შესვლით. ისეთი გადამწყვეტი არა, მაგრამ კარგი უპირატესობა ჰქონდა პირველ რაუნდში. მეტი გოლა შეიძლება ისეთი უკეთესი გოლა შეიძლება 5-0 მოიგო.
ნიკაბაძემ და მეორე რაუნდში არ ვიცი, შესაძლოა გაიყო საქმეები, გაიყო, მოიგო ნატროშვილმა 4-1, ძალიან კარგი 4 საჭიდან ფრეარი. ერთმა მსაჯმა მოაგებინა ორივე რაუნდი, ქუთაისელმა მსაჯმა ნიკაბაძეს და 4-თან არის ფრე, ძალიან კარგი, მით უფრო საინტერესო იქნება მესამე. ფაქტობრივად მესამეში გადაწყდება ყველაფერი. მინიმალური უპირატესობა აქვს. ორი რაუნდის შემდეგ ნიკაბაძეს ერთ საჭთან მას შეიძლება ისე ითქვას პირობითად მოგებული აქვს თუ რაღაცა განსაკუთრებული არ მოხდა იმ 4 მსაჯიდან ნატროშვილს სჭირდება 3 ხმა და ნიკაბაძეს სჭირდება 2. ერთით 0-ია, შესაძლოა ესეთი ვარიანტი ნიკაბაძემ წააგოს 2-3 მესამე რაუნდი, მაგრამ მაინც გამარჯვებული დარჩეს. 3 მსაჯი ჭირდება აი 4-დან გიორგი ნატროშვილს. ცადოთ რომ უკეთესად დავაკვირდეთ, მაგრამ ამას აქ რამე ზუსტად დათვლა შეუძლებელია. უშინაევ ნატროშვილი ორი რაუნდის შემდეგ უგებდა ხარაბაძეს 2-1 იყო თუ კარგად მახსოვს და ერთი მსაჯი ჭირდებოდა. დღეს უფრო რთული ამოცანა აქვს. დღეს მინიმალური უპირატესობით აგებს ორი რაუნდის შემდეგ. პირველი რაუნდი უფრო დინამიური იყო, რა თქმა უნდა, ორივეს დაღლა შეეწყო. გორელების მხარეზე იმობდა თავისიანის ზუსტ დარტყმას. აპროტესტებს ათულად გაუხსნა ნიკაბაძეს, რეფერი ნიკაბაძე აპროტესტებს, რომ არავითარი საფუძველი ამისა არ არსებობდა. ეხლა ის რაიმე გადამწყვეტ უპირატესობას არ მიუღწევს, ალბათ ჩაითვლება ერთ შეულებრივ დარტყმად. ახლა უკვე ნიკაბაძეს სჭირდება აქტიურობა. ბევრიც არ დაგჭირდა. მოარტყა მარცხენა ნიკაბაძემ. კიდევ ერთი და ბოლო 10 წამი. ეხლა თავი საკითხი ალბათ იმოქმედებს თუ არა ის ერთი ნოკდაუნი მსაჯებზე. ზეიმობს ნატროშვილი. აი ეს ეპიზოდი იქნება ნოკდაუნის საინტერესო თუ ვნახეთ. აი ეს მარცხენა ხუკი და შემდეგ
წითელ კუთხეში გიორგი ნატროშვილი. გამეორებაზეც გამოჩნდა, რომ ბევრი ისეთი კარგი დარტყმა ჰქონდა პლუსის 1. ვნახოთ აბა ანგარიში 10-9 მოიგო ნატროშვილმა და საბოლოოდ მოიგო 4-1. გიორგი ნატროშვილი ჯერას 18 წლის პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი კაცებში. ხარაბაძე რა თქმა უნდა ბრძოლაში იქნება და კონკურენციაში მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, თუმცა კარგია რომ კონკურენცია გაჩნდა ამ ზონაში, იმიტომ ბოლოს 3-4 წელია უპირობო ფავორიტი იყო გიორგი ხარაბაძე და შეიძლება ნიკაბაძეც იყოს კონკურენციაში. ეს ზონა საიმედოდ გამოჩნდა. თბილისში წავიდა მორიგი ოქროს მედალი, ეს არის მე-7, გორს დარჩა ვერცხლის მედალი და კიდევ ერთი ფინალისტი ყავთ გორელებს გიორგი გუცაევი. გადავდივართ 80 კილოზე. 80 კილოში ოთარ გოგობერიშვილი იქნება თბილისელი ფინალში და მისი მეტოქია შავშანდელი ჩემპიონი ბათუმელი ლუგა მაჭუტაც. აქ ფოთელმა იაგო კიზირიამ მოიპოვა ერთი ბრინჯაოს მედალი და მეორე მოიპოვა ახალქალაქელმა, ისეთ საკმაოდ პერსპექტიულმა მოკრივემ სამუელ კაზარიანმა. ოთმა დაასრულა კაცებში ასპარეზობა 1 ოქროს მედლით და 2 ბრინჯაოთი. მოდი გზავნახოთ გოგობერიშვილმა დაამარცხა პირველ წრეში